დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში ლეიბორისტულმა პარტიამ ქართული ოცნების სასარგებლოდ მაჟორიტარობის კანდიდატი მოხსნა. საუბარია სამგორის რაიონზე, სადაც შალვა ნათელაშვილის პარტიის სახელით კენს გიორგი ბიჭაშვილი იყრიდა. როგორც ბიჭაშვილი აცხადებს, ზურაბ აბაშიძეს მის უკვე ყოფილ კონკურენტს ქართული ოცნებიდან მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერა აქვს და მისივე პროგნოზით არჩევნებში აბაშიძე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მე მიმართავ თხოვნით ყველა ჩემს ხარდამჭერს ამორჩევებს, რომ ხმამისზე ზურაბ აბაშიძეს. უფრო მეტი მხარდამჭერი ყავს ახლა ქართულ ოცნებას, ვიდრე თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას ყავდა. და რა უვარდეთ თავში. და ისევე რეგრესის გზით არ წავიდეს საქართველო. მიმართავ თხოვნით ერთი რიგითი ქართველი ბატონ ბიზნეს, რომ გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და არ გამოვიდეს ისე, რაც შევარდნაძიდან მივიღეთ სააკაშვილამდე და ახლა არ მივიღოთ კიდევ ცოტა უარესი ღმერთმა არქმევს ეს. კიდევ ერთი ასეთი მხარდამჭერა ამჯერად თავისუფალი საქართველოდან, ამჯერად საუბარია ლენტეხის რაიონზე, სადაც კახაკუკავას პარტიის სახელით კენჭს ამირან გარდაფხაძე იყრიდა. გარდაფხაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გია გაზდელიანის გამო მიიღო. მიმართო ხალხს და უთხრა, რომ ხალხმა ნურაფრის მიგეშინია ვინაიდან მე რომელსაც 6 წელი შეიძლება ხვალე მომისაჯონ არ მეშინია ხალხს, იმიტომ რომ ამად აღარ აქვს მაგისი ძალა და ყველა გაერთიანდეს და ყველა დადგეს ქართული ოცნების მხარდასაჭერად. მე მინდა ყველას მოუწოდო ეს დღეს, ვინაიდან დღეს უბრალოდ ჩვენ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსებობს.